სალამი ხალხო, ელენე ვარ ხოშტარია, ციხიდან გირეკავთ, ოღონდ საქმეზე ვრეკავ. თან ტელეფონის დრო დაცვლილი, ამიტომ პირდაპირ გადავალ საქმეზე. მინდა გაგიზიაროთ ერთი მიგნება, რომელიც თქვენთვის მოყოლამდე საკუთარ თავზე გამოვცადე და ვფიქრობ დაგვეხმარება საერთო ბრძოლაში. მათ შორის პროპაგანდასთან ბრძოლაში, ჰიბრიდულ ომში, ჩვენ ბრძოლაში. ჰიბრიდული ომი მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მთავარი იარაღი არის სიტყვა. და აი ამ სიტყვით და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით მათ რეალურად შეუძლია ჩვენი განადგურება. და განადგურება არა მარტო იმითი, რომ თქვა ტყუილს დაგვაჯერებენ, ან ცინიზმით გაგვაბრაზებენ, ან რაღაცა ცილს დაგწამებენ. არამედ უხილავი, ძალიან უხილავი და ძალიან საშიში ფორმით. ეს არის სააზრო ჩარჩოს თავს მოხვევით. ეს არის ფსიქოლოგიური მეთოდი, როდესაც თავს გახვევენ დამოკიდებულება საკითხების მიმართ, სააზროვნო ჩარჩოს. სწორედ იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულებით უდგებით საკითხს, გამოწვევას, პრობლემას, ამის მიხედვით მოქმედებთ მერე ადამიანები. მაგალითად, მაგალითებს მოგიყვანთ, კითხვა გვეშველება რამე? თავის თავში უკვე მოიცავს, რომ არ გვეშველება, აბა დაფიქრდით, არ გვეშველება. და ასევე იმასაც მოიცავს, რომ ჩვენ მე პირადად არაფერი არ შემიძლია, ვიღაც სადღაც უნდა გვეშველოს. ამიტომ ეს სააზროვნო ჩარჩოა არა მხოლოდ უბრალოდ კითხვა, რომელზეც ხანდა ვიპოვოთ. თითქმის გაცემულია უკვე პასუხი. ამიტომ პროპაგანდასთან ბრძოლაში ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ დასმულ შეკითხვებს, გაჩენილ შეკითხვებს, თავსმოხმულ შეკითხვებს გავცეთ პასუხი, არამედ ჩვენი საკუთარი გულწრფელი რეალური კითხვები დავსვათ და ვიპოვოთ პასუხები. სწორედ ესეთი კითხვა დავუსვი ჩემ თავს პატიმრობაში და სწორედ ამ კითხვით, ამ დამოკიდებულებით ერთი ძამი არ მიგზნია თავი არც უმოქმედოდ, არც იზოლირებულად, არც გამოფიტულად, არც შეშინებულად, არც დამარცხებულად და თავს ვცნობ ძალიან აქტიურად და ძლიერად. აი წარმოვიდგინოთ, შედიხარ საკანში, იკეტება კარი და რჩები შეთავთან მარტო. რა განცდა მოდის? თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ხო მეტნაკლებად. ორი ვარიანტია ჩემი აზრით. ნუ მე ჩემ ამბავს გიყვებით. პირველი ვარიანტია, ფიქრობ, რა მეშველება ეხლა აქ, აი ამ 4 კედელში, აი ამ დაკეტილ რკინის კარში, რომელსაც ვერ გავაღებ. და მეორე ვარიანტია, აბა რა შემიძლია აქ გავაკეთო. ანუ ზოგადად კი არა რა შემიძლია გავაკეთო ზოგადად, არამედ კონკრეტულად რა შემიძლია გავაკეთო. მაგალითად, რკინის კარის გაღება ნამდვილად არ შემიძლია. ამიტომ მასთან ჭიდაობას ვანებებთ თავს, არც ვიტრგუნებით და ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რა შემიძლია. მაგალითად, წერა შემიძლია, კითხვა შემიძლია, ფიქრი. კიდევ უფრო კონკრეტულად, მაგალითად, ბრიუსელში ვიზიტზე ვერ წავალ, იმიტომ რომ ამ კარს ვერ გავაღებ. მაგრამ ხმის მიწვდენა ბრიუსელისთვის შემიძლია. მით უმეტეს რომ ციხიდან ხმა ბევრად უფრო ხმამაღალია. ბავშვებთან ჩახუტება არ შემიძლია, ხო, ვერ გავაღებ ამ კარს, მაგრამ მათთვის საყვარელი ნაყენის გაგზავნა შემიძლია. რითიც ჩემს სიყვარულს, ჩემს ზრუნვას იგრძნობენ, გამოვხატო, მივაწვდენ. მეგობართან ჩახუტება არ შემიძლია, მაგრამ აი მე ესეთი რამე ვიპოვე, ხატვის გადაცემა შემიძლია. ანუ როგორც კი ამ კითხვას საკუთარ თავს უსვამთ და ასე ვუდგებით საკითხს, მოდის იდეების კასკადი. ულევია იმ იდეების რაოდენობა, რომელიც ჩვენ მოგვია. ოღონდ რა თქმა უნდა, თქვენივე კითხვას უნდა გაცეთ პასუხი და აქ ვერ გვიკარნახებს ზუსტად ვის რა შეუძლია. და რაც მთავარია, ამით არ ვიწყუნებით იმის გამო, რაც არ შემიძლია. ნუ არ შემიძლია და არ შემიძლია, მაგრამ თურმე რამდენი რამე შემიძლია და ვერთვები ამაზე. ეხლა გადავიტანოთ ეს ჩვენ ბრძოლაზე გარეთ. როდესაც ვაწყდებით პრობლემას, გარეთაც შეგვიძლია დავიწყუნოთ, ვეძებოთ დამნაშავე, ვიჩხუბოთ და რაც არ უნდა ვქნათ, რაც არ უნდა მოვიგოთ იმ ჭხუბში, მოვიგოთ დისკუსიაში, არ ვიცი, რაღაცა ვიპოვოთ დამნაშავე. ყველა შემთხვევაში ბოლო იქნება მაინც მარცხი. ეს ორივე არის შეგუების და მარცხის გზა. ამიტომ ორივე კი არა და ჭხუბი დაწკუნვა და ასე შემდეგ. მაგრამ შეგვიძლია გულწრფელად და კონკრეტულად ვკითხოთ ჩვენ თავს, რა შემიძლია მე გავაკეთო? აი პრობლემა, რა შემიძლია გავაკეთო? მაგალითად, ყოველდღე მე აქციაზე ვერ გავალ, არ შემიძლია. მაგრამ შემიძლია ჩვენ თავს ვკითხო, რამდენჯერ შემიძლია გავიდე? ან საერთოდ არ შემიძლია გასვლა?
მაშინ შემიძლია გადმოვფინო სიტყვაზე დროშა. ან შემიძლია ბოტები და ტროლები აღმოვაჩინო Facebook-ს. ან ემიგრაციაში ვარ, თეორიულადაც ვერ წავა. რა შემიძლია პეტიცია დავწერო, თქვა დეპუტატზე, რომელიც ჩემ უბანშია და მივაქცევინო ყურადღება. ან მაგალითად, დუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის. წამლის შეძენა არ შეგვეძლო, არც ცალ-ცალკე, მაგრამ რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ ლარის გადარიცხვა შეგვეძლო, აღმოჩნდა, რომ ბევრ შეეძლო ამ ლარის გადარიცხვა, აღმოჩნდა, რომ 2 მილიონი შეგროვება შეგვეძლო ერთად და აღმოჩნდა, რომ ამან აიძულა სისტემა წამალი ეყიდათ. ანუ აღმოჩნდა, რომ ამ კითხვით, პატარა კონკრეტული კითხვით და პასუხით ჩვენ შედეგზე ერთად და კმაყოფილები და არა დათგუნულები გავდივართ. ეს კითხვა მართლა ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ ერთი ვიცი, სად მივმარცხო ჩემი ენერგია დათგუნვის გარეშე, მეორე, სხვა მიცის, რომ მე ეს შემიძლია და ერთმანეთს ვავსებთ, ერთმანეთს ვაძლიერებთ. და მესამე, საბოლოო ჯამში, რაც თავიდან შეუძლებლად ჩანს, აღმოჩნდება, რომ ერთად ძალიანაც კარგად შეგვიძლია. და ეს სააზროვნო ჩარჩო მოქმედებისკენ გვიბიძგებს, ჩვენი ნიჭის გამოვლენისკენ გვიბიძგებს და ყველანაირ დეპრესიას, დათრგუნვას, ჩხუბს აგვარებს თავს. შემდეგ ეს არ არის ერთადერთი მიმართვა, კიდე მინდა რომ ჩავწერო და მოგიყვებით რამდენი რამე შევწერით. ისტორიულად დღეს ჩვენ ბრძოლაში რამდენი რამე. გპირდებით, რომ ძალიან შთამბეჭდავი სია იქნება.